მეთქი ფსიოლოგიაში ვამძრებ ვიდეოების გადაღებას, მაგრამ მომენატრა. მაგრამ სხვათა შორის ეს ბოლო 3 ვიდეო იქნება მიახლოებით, იმიტომ რომ გამოცდები მეწყება და მაგისტრის აღარ მექნება დრო. Anyways, უბრალოდ რა იცი, იმდენი ინფორმაცია, ანუ ბევრი ინფორმაცია მაქვს და მინდა რომ გავაზიარო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მე რომ აქ ინფორმაცია მარტო ხომ და გავაზიარო სოციუმშიც, მაგრამ თან ხვდები რომ შეუძლებელია, იმიტომ მოკლედ დღეს მინდა გესაუბროთ, რომელი უფრო ეფექტურია დასჯა თუ შექება ადამიანისთვის და რომელი უფრო გვაძლევს მოტივაციას. გულის სისტემით ვართ გაზრდილი ჩვენ ყველა, ხო? 2-იანი მიიღე? ცუდია, უნდა დაგსაჯოთ. 10-იანი მიიღე? არც კი გაქებენ და 9 მიიღე? რატო არ მიიღე 10-იანი? ესეთი დასჯის მეთოდები, ასე ვთქვათ, მოქმედებს იმაზე, რომ აი, მაგიტომაც ხალხო, ეს სისტემა, ასე ვთქვათ, მაგიტომ მოქმედებს და აყალიბებს ადამიანს, რომელიც არის სულ იმის განცდაში, რომ არის არასაკმარისი. არასაკმარისად ჭკვიანი, არასაკმარისად ლამაზი, არასაკმარისად წარმატებული, არასაკმარისად მშრომელი. ორი ვარიანტია. თუ გინდა რომ მართლა მიაღწიო შენ ყველა მიზანს, მაგრამ საბოლოოდ იყო ძალიან გამოფიტებული, ვერც კი გძნობდე, ვსებედნიერეს, ანუ სხვისთვის თუ ცხოვრობდე, ეს თუ გინდა, რომ გააკეთო, იმიტომ რომ სხვას დაუმტკიცო რამე, უნდა გაიარო გზა, რომელსაც ქვია დასჯა და თუ გინდა რომ მართლა აი პროცესიც მოგწონდეს, აი ხვდებოდე რომ აი აკეთებ, იმიტომ რომ მოგწონს და არა იმიტომ რომ სხვას დაუმტკიცო, აკეთებ, იმიტომ რომ შენ მოგიტანს ეს რაღაცა კარგს. შენ უნდა ვიაზროვნოთ ისე რომ პატარ-პატარა ჩვენს მიღწევებში შევებაქოთ ჩვენი თავი და თქვა თუ არ გვაძლევს მაგ შეკებას, ჩვენ თვითონ მაინც რომ დავინახოთ ჩვენი წარმატებები პატარა ნაბიჯები. მაგრამ ვიცნობთ თან ეგეთ ადამიანებს, რომლებსაც აი თუ არ დააძალეს, თუ არ ასეო დროზე ახლა ვერ სწავლობენ. მითხრა რომ აი მე თუ ტელეფონი არ ჩამომართვეს, მე თუ ტელეფონი აი არ დამაძალეს, ვერ ვსწავლობო. დამაფიქრა.